გესალმებით მეგობრებო, აბონციციაშვილი იწყებს თავის დილის საუბრებს და ვიღაცა მითხრა შენო ამ ჭიქას რო დაატარებო. არის გენაცვალი შეგნით ყავ უბრალოდ ბოლოსკენ მოვიტოვებ ხოლმე, იმიტომ რომ მე მექცევა. მოკლედ მეგობრებო, გაგიმარჯოთ დილამშვიდობისა. გუშინ ხოცებში გავიარე და ამ მიყვარს ამ ხოცებთან ურთიერთობა ლაპარაკი, სადაც მივდივარი გრისხვას თესავ და მე მისმენენ ისო ირანთანო იმიტომ დაიწყო კონფლიქტი ამერიკამო რომ აიო სიძე რო ყავს კუშნერიო სიძე სააქო რაღაცა ინტერესებიო აბრაამის პროექტიო ისაო ესაო ღაზა სექტორშიო და ამიტომო გადაწყვიტაო რომ ირანს დაარტყასო ღმერთო ჩემო მერე კიდევ იცი რამდენი ყავსო ამერიკას დაღუპული ამერიკას მეშვიდე კაცი დღეს გარდაიცვალა სამწუხაროდ ღმერთმა გაანათლოთ მათი სული გაანათლოს მაგრამ ამერიკას რომ ბევრი ხალხი დაეკარგა ამას კონგრესი აპატიებდა არავითარ შემთხვევაში ამერიკის კონგრესი არ შეარჩენდა დიდი რაოდენობის ამერიკელი რომ დააღუპულიყო და შეუძლებელიც იყო დიდი რაოდენობის ამერიკელი დააღუპულიყო იმ სპეცოპერაციას და იმ მომზადების ფონზე რა მომზადებაც ამერიკამ გაიარა და რა მომზადებაშიც იყო ამერიკა არავის არ ეგონა რომ ამერიკა დაარტყავდა ირანს იყო სპეკულაციები ვაიმე ვერ გაბედავს მშიშარა ის არის ბაქიბუკა არის ტრამპი მაგრამ თქვენ თვითონაც ნახეთ რა მოხდა მეგობრებო ეს არ არის ამერიკა ირანის ომი ეს ირანზე დარტყმა ნიშნავს რომ ჩინეთს ჩაარტყას ხანჯალი შუა გულში დიახ ჩინეთს და ასევე 3 ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნებისთვის ტრამპმა უნდა მოაყომაროს ყველაფერი და ირანის თემა უნდა იქნეს მოყომარებული აპრილის თვისთვის, როდესაც ის ჩავა აწუკეთ ჩინეთში. მხოლოდ ტრამპი მიხვდა, დონალდ ტრამპი მიხვდა და ხვდებოდა იმას, რომ თუ კი ჩინეთს არ წაართმევს ძალაუფლებას, ამერიკა ნელ-ნელა ისე დასუსტებოდა და უკვე დასუსტების გზაზე იყო შემდგარი, როგორც არასოდეს და ამიტომაც მისი სლოგანი, საარჩევნო წინასაარჩევნო სლოგანი Make America Great Again, MAGA, ყველანაირად სრულდება მსოფლიოს გარშემო. ჯერ ეს ერთი 4 თვე არას ტრამპი მოვიდა და ჩინეთის ტარიფები დაუწესა 55%. პანამის არხი წაართვა. გააგდო გრენლანდიიდან, გააგდო ვენესუელადან, კანადადან, მექსიკადან, რა ვიცი, ეხლა ირანი, მეგობრებო. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გააგდო აზიის ქვეყნებიდან, ანუ ყველგან აგდებს, სადაც არის ჩინეთის ინტერესი, იმიტომ რომ ეს ადგილები ამერიკამ უნდა დაიკავოს. იფიქრეთ. ვაგრძელებ. მოკლედ ირანის ნავთობის 90% იქაჩებოდა ჩინეთისკენ ვენესუელის ნავთობის უზარმაზარი რაოდენობაც იქაჩებოდა ჩინეთისკენ და საერთოდ ჩინეთი ამ არხებით იკვებებოდა და ცოტა ხანში ეს ასე აღარ იქნება ჩინეთი წაკუზულია ახლა მე შემეკითხები და რუსეთი უკვე მკვდარია არამსუ წაკუზულია ჩინეთი ვერანაირად ვერ უპირისპირდება ამერიკას, დიპლომატიურად ვერ უპირისპირდება, სამხედრო ძალა ჩინეთს წესიერი არ გააჩნია, გენახეთ ხო როგორ იმუშავა მაგათმა სამხედრო დანადგარებმა, რომ PVO-მ და ასე შემდეგ, ვერაფერი ვერ გააკეთეს, ჩინეთი არის ჩაჯმული. მაგრამ ტრამპი ამბობს, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები. საერთოდ ტრამპი ამბობს, მოვრჩეთ ომებს, ერთმანეთში ვივაჭროთ ერთმანეთში გავცვალოთ ეკონომიური დოვლათი და თქვენც ნახეთ მოგება, მეც ნახო მოგება, ვენესუელამაც ნახოს მოგება, ირანელმა ხალხმაც ნახოს მოგება, არ მინდა მარტო მე და საერთოდ ყველგან სადაც ჩინეთის გავლენა და ირანის გავლენა ეს ხო დოქტრინაში დონროს დოქტრინაში წერს ტრამპი ყველგან მოვა და შესაბამისად საქართველოს დროს დგება აუცილებლად მეგობრებო. ასეთი საინტერესო რაღაცები, ანუ მოკლედ ჩინეთში მარაგი არის ნავთობის 10 დღისა, ძალიან გაგიჟებულები არიან, ну მოკლედ ჩინეთი მოჭერილია, აპრილამდე ყველაფერი დასრულდება, დამთავრდება და ესა გაუმარჯოს ამერიკას. რუსეთის ნავთობიო ვიღაცამ თქვა? რუსეთის ნავთობიო?
აი მუხლი ჩოქი უნდა დაუდგეს რუსეთი ამერიკასა, რომ ამერიკამ უთხრას, კაი, ჯანდაბა შენი თავი გაყიდე შენი ნავთობიო. იმდენი ნავთობი აქვს სატრაქში წაიღონ არ იციან. ნუ ეხა ნოვოროსიისკის პორტი რომ დამობილი აქვს, ვიცით ხო? უკრაინელებს. მოკლედ ხალხო, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთს უნდა, როგორც განგებას უნდა და როგორც ჩვენ ქართულ ხალხს უნდა ისე. ყველაფერი ძალიან მაგრა იქნება. იფიქრე ნაცო, იფიქრე ქოცო, იფიქრე მოსახლეობა, იფიქრე. გამარჯობა ჩვენსკენ არის. მადლობა აბონ.